გენერალური სპონსორია ჰიპერმარკეტი გუდვილი. გადაცემის სპონსორია Olena. მოგესალმებით იმედის არხზე ახალი პროექტით კულინარული შოუ. მე მისი წამყვანი პანსაფერი და ასევე წამყვანი ვანო კანდელაკი. გამარჯობა ვანო. გამარჯობა საფერ, მოგესალმებით. პატიცემულო ტელემოყურებლებო, ეს არის ჩვენი ახალი შოუ და გსურს შემოგთავაზოთ სხვადასხვა სიახლეები კულინარიულ სამყაროში, არა მხოლოდ ევროპული, არამედ ასევე ქართული, იმედი გვაქვს ჩვენ აზიური სამზარეულოს კი, აუცილებლად. ხოლო დღეს მე გადავწყვიტე დაგვეწყო ევროპული სამზარეულოთი, კერძოდ კი იტალიური სამზარეულოდან შემოგთავაზებ ძალიან ტიპიურ მათ საყვარელ კერძს, ეს არის სპაგეტი ფრუტი დი მარე, ანუ სპაგეტი ზღვის სამკაულებით და შემდეგ დესერტად გავაკეთებთ მათ ძალიან ცნობილ დესერტს კრესტელე, მასკარპონეს ყველი, შოკოლადის მუსი და ასე შემდეგ. ნუ გემრიელი ნაწილი რა თქმა უნდა, მოგვიანებით გველის, მანამდე კი პირდაპირ დავიწყებთ ჩვენი პირველი კერძით, ეს იქნება სპაგეტი ფრუტი დი მარე. ცოტა უდენი რამს სანამ მე წყალს დავადგავ, მინდა გითხრა სპაგეტის შესახებ. ეს კერძი სპაგეტი ფრუტი დი მარე ეკუთვნის ემილია რომანიას რეგიონს იტალიაში, იმიტომ რომ ეს არის ის რეგიონი, სადაც რა თქმა უნდა სპაგეტი და საერთოდ მაკარონის პასტას კულტურა ძალიან ძლიერ არის განვითარებული, იმიტომ რომ ეს ის რეგიონია, რომელმაც შექმნა ასევე ყველი პარმეჯანო რეჯანო, ანუ ყველი, რომელიც უხდება ყველა ნებისმიერ პასტას. ასევე ამ რეგიონში არის ქალაქი მოდენა, სადაც ცნობილი მათი ბალზამიკო აჩეტო კეთდება. ვანო, მე მგონი საქართველოში ძალიან ბევრს უყვარს სპაგეტი, ამიტომ ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს ასე ვთქვათ კულინარიული რეცეპტი. მოდი მივცეთ მაყურებელ საშუალება და მოვუყვეთ რა ინგრედიენტებისგან შედგება ჩვენი დღევანდელი კეთილი, პირველ კერძს სპაგეტი ფრუტი დი მარე, ანუ სპაგეტი ზღვის სამკაულებით, წარმოგიდგენს ჩვენი ორი სპონსორი, ეს არის სმაკი და გუდვილი. ნუ მეცხადია გამოვიყენებ კიდევ სხვა სპონსორის პროდუქციასაც, მაგალითად აი ტამეკი და თქვენ ხედავთ ჩვენს გარშემო არის მრავლად სხვადასხვა სპონსორის პროდუქცია და მე ვეცდები მაქსიმალურად ყველა ნელ-ნელა რიგითობის მიხედვით წარმოგიდგინოთ ასევე Olena და ასე შემდეგ. მოდით მანამდე სანამ მე ნელ-ნელა თანმიმდევრობას გაგაცნობთ, მე მინდა რომ აი უკვე წყალი დუღს და ჩავყარო სპაგეტი ერთი პორციისთვის, რაც არის საკმარისი. ანუ ადუღებული წყალში ადუღებული წყალი, ოღონდ ცხადია, წინასწარ მე მარილი უკვე ჩავყარე და ესე იგი კი, იქნება ძალიან საინტერესო, აი ჩამონათვალი რა სჭირდება ჩვენს დღევანდელს კერძს, მაგალითად სპაგეტი, ასევე ახლა ესე იგი ჩავყრი იმდენ პორციას, ეს არის დაახლოებით, აი ესე ერთი მუჭის ზომა, ეს ითვლება იტალიაში ერთი პორცია. ასე ვთქვათ, ეს ერთი პორცია, საერთოდ მე აი ესე ოდნავ რომ გადაატრიალოთ, ეს ყველაზე კაი მეთოდია სპაგეტისთვის, აი ესე გაიშლება და ის ნელ-ნელა ჩავა ქვაფში. მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა ოდენი რამ სპაგეტის შესახებ, როგორც გითხარით, დღეს ეს კერძი, რომელსაც მე ვაკეთებ, ეს არის ემილიო რომანიას რეგიონიდან. ანუ ნელ-ნელა დეტალებს ამ კერძის შესახებ გაგაცნობთ, მაგრამ ეხლა გადავალ უფრო მეტად ინგრედიენტებზე. ანუ სპაგეტის გარდა მე გამოვიყენებ აი ესეთი შეკვრა იყიდება ჩვენ სპონსორთან გუდვილთან, დიახ, ფრუტი დი მარე პირდაპირ აწერია, სხვათა შორის რაღაცნაირად მიიჩნევს ჩვენი ხალხი, რომ ძალიან უსაშუალო ძვირი ღირს ზღვის სამკაულები, თუმცა მე აი ეს შეკვრა გუდვილში შევიძინე 8 ლარა და 50 თეთრად. ანუ ფაქტიურად თუ გაითვალისწინებთ, რომ თავად სპაგეტი ღირს აი ეს მთელი შეკვრა სულ რაღაც ლარი და 55 და 8 და 50 და ნუ კიდევ ცოტა ოდენი პატარა სპეციები დაემატება, ანუ საერთო ჯამში ოჯახში შეგიძლიათ კერძი გააკეთოთ სადღაც 10-12 ლარის ფარგლებში და ეს არის ძალიან მარგებელი. საერთოდ სპაგეტი მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ თითოეულ შეკვრას კოლოფს აწერია მოხარშვის დრო და არ შეიძლება არც გადახარშვა, არც ადრე გადმოდგმა. აი მაგალითად აი ამ სპაგეტს აწერია რომ სმაკს კონკრეტულად აი ამ სახეობას 8 წუთი, მაგალითად მეორე სახეობას აწერია 4 წუთი. მე უბრალოდ არ ვაკეთებ ჯერჯერობით ჩვენ სოუსს, იმიტომ რომ მე ველოდები რომ მოიხარშოს მაკარონი და ეგრევე ჩვენ ფაქტიურად მხოლოდ გადაურევთ პომიდორის სოუსს, ცოტა ოდენ სპეციებს დავამატებ და ეს იქნება სოუსი. მანამდე მე შემიძლია აი აქ უკვე ჩვენ თუ დამეხმარები გავამზადოთ ის ინგრედიენტები, რომელიც იქნება სოუსისთვის საჭირო.
ძალიან ახტომებს ადამიანს, ანუ კი, იმიტომ რომ ეხლა შენ წარმოიდგინე, ესე იგი, საერთოდ არის ძალიან ცნობილი ეგრეთ წოდებული ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა, Mediterranean diet და რატომ? გეტყვი, იმიტომ რომ ესე იგი ეს რას მოიცავს? პირველ რიგში ეს მოიცავს არა ცხოველური წარმონაქმნის ცხიმებით დამზადებულ სადეს და ეს არის კონკრეტულად ზეითუნის ზეთი და სხვათა შორის ის აუცილებლად ასევე მოიცავს წითელ ღვინოს, რომელიც კვირაში ოღონდ ცხადია არა დიდი რაოდენობით, არამედ სადილთან ერთი ჭიქა. მე მაგას დავარქმევდი ბოჰემურ დიეტას. კი, ეს არის ცოტა შეიძლება ეს ცოტა ძვირიანი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის კერძი რომელსაც ჩვენ დღეს ვაკეთებ, ნამდვილად არის ძვირი. მე მინდა რომ მომაწოდოა ის ფრუტიდი, მაგრამ სანამ ეს იგი ძალიან მალე მოიხარშება, რომ მე მანამდე ესე იგი ეს ინგრედიენტები ჩავყავ. იცით, ვანო არის ის რამოდენიმე მოსაზრება, რომ მარილს თუ ჩააყრი მაგალითად წყალში, მაკარონი დიდხანს იხარშება. ეს თუ ჩაასხავ, უფრო მალე იხარშება. არის რამე კავშირი არის ამის? ზეც საერთოდ იტალიელები ასხავენ მაშინ, როდესაც ხარშავენ აი მეორე სახის მაკარონს პასტა ფრესკა, რომელიც ხელით არის გაკეთებული, რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთს რომ არ შეეწებოს ხარშვის დროს. თუმცა ასე ვთქვათ, დაფასოებულ მაკარონს მაინდა-მაინც არ სჭირდება და საერთოდ ეცადეთ რაც უფრო ნაკლები იქნება ცხიმი გამოყენებული სადილში, უფრო უკეთესი. აი მომაწოდე ზეითუნის ზეთი. ამ მაკარონს ხარშავთ ჩვენ რამდენი წუთი? მოდით ანუ 9 და ეხლა ძალიან მალე უკვე. ანუ გზა. კი. ზეითუნის ზეთი უნდა აუცილებლად ესე იგი ამ პროდუქტს და შემდეგ მე უკვე ფაქტიურად ეხლა გადავდგავ სპაგეტის და დავიწყებ აი ამ ზღვის სამკაულების გამზადებით. საერთოდ რა შედის კონკრეტულად ზღვის სამკაულებში, ხო? კალმარები, შემდეგ არის რვაფეხები, აი ეს პატარა რვაფეხები, მე შემიძლია დაგანახო, აი ესენი, ეს პატარა რვაფეხები, აი ესენი. შემდეგ აი კალმარები აი ესენი არის, ეს კალმარი ცხადია, ეგეთ მე მინდა მაყურებელს აუხსნა. ძალიან გემრიელად კორეაში კბილად ინახავენ მშრალს დაგიგემოვნებია მას. კი, კალმარის ხო სხვადასხვა დამზადების ფორმა და მე რა თქმა უნდა, იმიტომ კალმარი თავისთავად ცხადია, ესეთ ფორმით ხომ არ არის მაყურებელმა დავუშვათ რომ მოც არის მე მინდა აუხსნა რომ კალმარი არის დაახლოებით აი ესეთი მოგრძო თავისი კუდი და შემდეგ აი ეს გრძელი ნაწილი, ფილეს ნაწილი, ასე ვთქვათ, ის იჭრება ეს რგოლებად და ჩვენ მაგალითად მე მოგვიანებით გვინდა ერთხელ შემოგთავაზოთ კალმარის და აი ზღვის სამკაულების ფრი. მანამდე სანამ ეს იხარშება შეგიძლია მაყურებელს გააცნო ჩვენი სპონსორები აუცილებლად. ეს არის კომპანია დამეკი. ამ კომპანიის შესახებ ამ პროდუქტს იყენებ ხო დღევანდელ კერძი რამდენადაც გამოვიყენებ აი მეორეს ეს არის ტომატ პასტა მე გამოვიყენებ მათ აქვთ ასევე მეორე პროდუქტი ეს არის პიურე ანუ ეს არის ტომატის პიურე რომელიც соусად სჭირდება ამას. ანუ ამას და იმას შორის განსხვავება არის ის, რომ მეტი წყლის არა განსხვავება არის ის, რომ ის არის ასე ვთქვათ პომიდრის გატარებით მიღებული პიურე, ანუ თავისი ასეთი შედედებული მასა, ხოლო ეს არის ტომატ პასტა. დიახ. ტამექს მე წავიკითხე ცოტა მოვემზადე ასე ვთქვათ გადაცემისთვის. დაარსდა 1955 წელს, არის თურქული კომპანია. და ერთ-ერთი პირველი არისო ტამეკ ასე ვთქვათ არის შედგება ნიშნულობა მისი არის თურქულ-გერმანული წვენის ექსტრაქტის კომპანია. ჩვენ ყავს რამოდენიმე სპონსორი, იცი შენ ხო? ანუ იგივე ოსეთი ოლეინა უკან გავიხედოთ თუ შეიძლება ვანახოთ მაყურებელს და ძალიან გაგულამაზეს აქ კუთხე მითანა ტკბილი ქვეყანა ასე ვთქვათ. არც ერთი ეს პროდუქტი არ შეიცავს არის ასე ვთქვათ გენომოდიფიცირებულ იმას არ შეიცავს პროდუქტებს კი. თუმ სასარგებლოა ძალიან ჯანმრთელობისთვის. მე ხატავამატებ ცოტაოდენ თეთრ ღვინოს. და ეს ღვინო აძლევს ალბათ თავისებურ არომატს ხო თუ ხდება ძალიან ზღვის პროდუქტებს თეთრი ღვინო, საერთოდ თევზეულს თეთრი ღვინო. განსაკუთრებით соуში. ანუ ასე ვთქვათ, სპაგეტი უკვე მოვხარშეთ, ვაკეთებთ. ველოდებით ჩვენ соус. соус. ძალიან გემრიელი სუნი ამოდის აქედან.
ერთი სული მაქვს, მაინტერესებს როგორი კერძი გამოგვივა. აპირებ კიდე დესერტის გაკეთებას რამდენადაც მე ვიცი, ხო? კი, დესერტიც იტალიური შევარჩიეთ, ეს იქნება კრესტელე, მასკარპონეს ყველით, შემდეგ გადაურევთ შოკოლადის соуს და ასე შემდეგ. ანუ დესერტი ყველით, ხო? მე მოგვიანებით გავაკეთებ. ნუ ყველით, მასკარპონეს ყველით. ეს არის სადესერტე ყველი. მაგრამ მე მოდი დესერტზე ცოტა მოგვიანებით შევჩერდეთ. ეხლა მე უკვე უნდა დავიწყო შეზავება. სარეკლამო ბლოკი გავუშვათ იმედის არხზე. ამ დროს ჩვენ მოვამზადებთ ყველა პროდუქტს იმისთვის, რომ დავიწყოთ შეკაზმა, ხო? კი, კეთილი. დროებით. პროექტის გენერალური სპონსორია ჰიპერმარკეტი Goodwill. გადაცემის სპონსორია Olein.